აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი დღეს ქუჩების რეაბილიტაციის პროცესს გაეცნენ. შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად არჩილ ხაბაძემ და გია ერმაკოვმა დღეს კობალაძის ქუჩის კეთილმოწყობის სამუშაოები მოინახულეს, სადაც ამჟამად ასფალტის ძველი საფარის აღება და მოასფალტებისთვის ნიადაგის მომზადება მიმდინარეობს. დაგეგმილია 1000 კვადრატული მეტრის სამანქანე გზის მოასფალტება. სამუშაოებს კომპანია GID ახორციელებს. რეგიონის და ქალაქის პირველმა პირებმა ჟილინის არხიც მოინახულეს, რომლის რეაბილიტაციაც მშენებელი კომპანიის მიზეზით შეჩერდა. მათი განცხადებით სამუშაოები მას შემდეგ განახლდება, რაც ექსპერტიზის დასკვნა დაიდება და სადაზღვეო კომპანია გაწეულ ხარჯებს აანაზღაურებს. არჩილ ხაბაძემ და გია ერმაკოვმა გზების რეაბილიტაციის სამუშაოების შემოერთებულ ტერიტორიაზეც დაათვალიერეს. აქ სამუშაოებს კომპანია გზები ასრულებს. ის პროექტები, რაც დაგეგმილია 2014 წლისთვის ინფრასტრუქტურული ღონისძიებების მოხდულობაში, გვინდა რომ განხორციელდეს და მოასწროს სეზონისთვის. დღეს ორი ობიექტი დავათვალიერეთ, სადაც მიმდინარეობს გზის რეაბილიტაციის სამუშაოები, ასევე გავიარეთ ძველი პრობლემატური ჟილინის არხის პროექტი, რომელიც გამარჯვებულმა კომპანიამ ბოლომდე არ დაასრულა და ჩვენ სავარაუდოდ თვის შიგნით ალბათ დასკვნების წარმოქმნის შემდეგ ჩვენ განვაახლებთ ამ ტენდერს ყოფებით ურეხის ტერიტორიაზე. ურეხისა და ხილვაჩაურის დამაკავშირებელი ერთი გზა არის, რომელიც მოვაწყეთ უკვე და თვის ბოლომდე აქვს ვადა დასრულების. ეს ცხაურები სადაც გაკეთდა და სანიაღვრე სისტემა ახალი ეს არ არსებობდა და წვიმების შედეგად ძირი ვთქვათ მოსახლეობის ის ნაწილი საცხოვრებელი სახლები და საკარმო დამონაკვეთები იტყორებოდა. ჟილინის არხთან მიმართებაში იქაც დავათვალიერეთ და კომპანიის არის ხელმძღვანელობის მიმართ სამართალდამცავ ორგანოებში აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და პასუხისგებლობა დაეკისრებათ ალბათ მათ. შემდგომ ჩვენ სადაზღვეო კომპანიებისგან ღებულობთ უკვე იმ თანხებს, რაც გადახდილი გქონდა იმ პროცენტობით ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხები და ეხლა დავამთავრებთ ექსპერტიზას, ანუ დავწმუნდებით შესრულებული სამუშაოები რა ხარისხის იყო და რაოდენობის იყო. ამის შემდეგ აუცილებლად გამოვაცხადებთ ტენდერს.